ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი ჩვენს პოლონელ პარტნიორებთან, სადაც გავაცოცხლებთ ქართულ და პოლონურ რიტუალებს და ამას თეატრალური ენით გადმოვცემთ ქალაქ ვასილკოვში 11 მაისს. ამიტომ პატარა კვლევა გავაკეთეთ, სადაც ქალაქ ახალციხეში ვიპოვეთ მოუძებნე ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა ლაზარობის რიტუალში მონაწილეობა მიღებული. და მთლიანად გამოვკითხე თვითონ პროცესი ლაზარობის რიტუალის, როცა ადამიანები შესწავლდნენ წვიმას, ზეცას. ძალიან საინტერესო ამბავი მომიყვა ახალციხეში ქალბატონმა, რომ რიტუალებს, ამ ლაზარობის და გონჯაობის რიტუალს, რომელსაც ასრულებდნენ, რაღაც მომენტში ბოლო მოიღო იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში, სადაც სრულდებოდა ეს რიტუალი, ეკლესია გაიხსნა და მამაო უთხრა, რომ ახლა უკვე შეგიძლიათ ილოცოთო და აღარ ჩაატაროთ ეს რიტუალი და ესე გაქრა. I expect that it can be a very good one. For sure, it's a little bit difficult to make a performance on the river, but difficulties are for the artists to solve. So that's why this is our profession, how to surprise people where they don't expect.